მადლობა პირველ რიგში ამ ინტერესისთვის მე არ მინდოდა საზოგადოების რაღაცა ყურადღების მიქცევა ამ რთულ და დაძაბულ ძალიან მძიმე დროს ჩვენი ამბით და ამიტომ გუშინ გვიან ღამიდან ეს არის ღამის 12 საათი როდესაც დამირეკა ჩემმა რძალმა და მითხრა რომ ჩემი შვილი დააკავა პოლიციამ ფიქრობდი რომ გავარკვევდი მალევე მოგვარდებოდა მალევე ყოველ შემთხვევაში მცდელობა მქონდა რომ რაღაცები ჯერ გამერკვია და მე მემცნო ის საზოგადოებისთვის მაგრამ როგორც ხდება ხოლმე პროპაგანდისტული მედია იწყებს შემოტევას თავისი ვერსიებით და რაღაც საშინელი თავდასხმებით ამიტომ ჩავთვალე საჭირო დამეწერა ის რაც არის სინამდვილე არის ის რომ როდესაც მე მივედი ვაკე საბურთალოს გზაზე სახლში მოდიოდა და სახლთან არც თუ ისე შორს ხდება ეს პოლიციამ რო გააჩერა ნასვამი იყო ნამდვილად რაც ძალიან ცუდია და ამისთვის ადმინისტრაციული წესით პასუხს აგებს და მზად არის და თვითონაც ძალიან წუხს სხვა შორის ძალიან ნერვიულობდა რომ ეს მართლა ძალიან იშვიათი ამბავია ამიტომ არც სვამს და მით უმეტეს საჭესთან მე არ ჯდება მაგრამ მოხდა ესე ამისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ მზად იყო რომ აიღო პასუხისგებლობა გააჩერა მანქანა უბრალოდ პოლიცია როდესაც საპატრულო ჯგუფი მას აკავებდა ამ დროს წინ ტაქსის ავტომანქანა იდგა რომელთანაც ძალიან ახლოს მივიდა არავითარ შეჯახება არ ყოფილა რასაც ავცელებენ მე დავდე კიდეც აი ის კადრია სადაც მის წინ აი შავი მანქანა ის ჩვენი მანქანა მის წინ დგას ის ტაქსი მძღოლი გაუშვეს თქვა მძღოლმა რომ არავითარი დაზიანება მანქანას არ ქონდა და მაგრამ მე რატი არ მინახავს ანუ საქმეში არ არსებობს დაზარალებული ამ შემთხვევაში რაზეც აპელირებდა პროპაგანდისტული მედია რომ შეაჯახა მანქანა მიიღო ვიღაცამ დაშავებულა არავინ არ დაშავებულა არც მანქანა არ ჩვენი მანქანა არც სხვა მანქანა არ არის დაზიანებული გაჩერდა რატი როცა პოლიციამ უთხრა რომ უნდა გაეჩერებინა მანქანა უბრალოდ მე არ ვიცი ჯერ მე არ მინახავს ის ისტორია რას რაიმე ამსახველი რასაც საუბრობენ მაგრამ დღეს ვნახე ჩემი შვილი სადღაც დილის საათებში იმიტომ მთელი ღამე ვეძებდით ეს არის ყველაზე დამახასიათებელი და ყველაზე სადისტური რაღაცა მეთოდები გამოცდის ადამიანების უბრალოდ მე მაქვს ეხა ეს ნერვები და რაღაცა შინაგანი მზაობა რომ ასეთ მძიმე განსასწრებს შევხვდე უფრო რა ვიცი მეტი სიმყარით მაგრამ ყოველას ხო არ შეუძლია ახლა ეძებოს ადამიანი მთელი ღამე საკუთარი ოჯახის წევრი აი ესე იზოლატორებში ეკა სწორედ აი მახინჯ პრაქტიკასთან დაკავშირებით მინდა დაგისვა კითხვა იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ადამიანებს ამყოფებენ მაგალითად სრულ ტერორში როდესაც ხდება დაკავება ადამიანის საათების განმავლობაში ვერ პოულობს ოჯახი არაწვდიან ინფორმაციას რეკავ ყველა იზოლატორში არაერთი მოქალაქე წერს ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი თუ მაგალითად პროტესტის მონაწილე მოქალაქე რეკავენ იზოლატორში პასუხი არ არის და აი მთელი ამ ნერვების რამდენიმე საათიანი ომის შემდეგ სადღაც რაღაცა ჩნდება პასუხი ბრეკავდით 112-ში ბრეკავდით იზოლატორებში იზოლატორი მეუბნება რომ აქ არ არის პოლიციის დაკავების ჯგუფის ხელმძღვანელი ვინც იყო სახელი არ მახსოვს ახალგაზრდა ყმაწვილი იყო მითხრა რომ მე ვარ უფროსი და მითხრა რომ არის დიღმის იზოლატორში ვიცოდი რომ ადგილები არ იყო იმიტომ რომ ხო გვაქვს ყოველდღიური შეხება და ამიტომ აი ღამის 3 საათამდე არ ვიცოდი სად ყავდათ სად არ ბრეკავდი მეუბნებოდნენ რომ დაგიკავშირდებიან ქალბატონო ეკა მაგრამ მე 3 საათზე მოიყვანა პატრულის მანქანამ და დავინახეთ მანქანი და უბრალოდ სიბნელეში ხა ის დაზიანებები რა დღეს ვნახე ღამე რა დაზიანებები ქონდა ეკა ანუ პოლიციამ რატომ გამოიყენა ფიზიკური ძალა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და რა დაზიანებები ქონდა დღეს რო შევედი იზოლატორში დიდი ლოდინის შემდეგ მაი მაშინვე ეთყობოდა ყელის არეში აქვს სისხლ ჟღენთები რამდენიმე ადგილას საკმაოდ ესეთი მძიმე ფიზიკური ძალის გამოყენების კვალი აქვს და როგორც ჩანს ამიტომ გაღიზიანდნენ მე დავწერე იქ დავტოვე განცხადება რომ შეამოწმეთ თქო ექსპერტიზა ჩაუტარეთ და თუ არის შემოწმებულია შემოყვანის დროს ის ოქმიც მომეცით როგორც ხდება წესი და ალბათ ამიტომ გაღიზიანდნენ არ ვიცი
და იმიტომ დაიწყო შემდეგ ეს პროპაგანდისტული მედიით თავდასხმები. მათ თვითონ რატი მითხრა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც სახეზე იცის, მაგრამ არ ვიცით ჯერ ვინ არის, მაგრამ გავიგებთ, ახრჩობდა, მახრჩობდაო და აი მიზეზი რა იყო, წინააღმდეგობა გაუწია და ამიტომ თუ აი მიზეზი რა იყო. არ ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, უბრალოდ ეთყობა უხეშად, რომ მითხრა, რომ ძალიან უხეშად მომექცნენო და ნუ ერთი რამ ასევე მეც მაქვს ეს ხასიათი და ჩემს შულსაც, როცა შეურაცხყოფას მაყენებენ, თავს არ ვხრი და არა ვარ მორჩილი და თვითონ ინიციატორი არასდროს არ არის კონფლიქტის, გამორიცხულია, მაგრამ არც ისეთი ბიჭი არ არის, რომ შეურაცხყოფას რომ მიაყენებ, რომ მადლობა გითხრას. ეკა, მნიშვნელოვანი არის მოვლენების ქრონოლოგია, რომელზეც შენ ლაპარაკობდი. ანუ დილით მას შემდეგ რაც შეხვედი იზოლატორში, აღმოაჩინე რომ შენს ვაჟს ჰქონდა დაზიანებები და წერილობით მოითხოვე ამ ყველაფრის დადოკუმენტირება. ამის შემდეგ ჩნდება უკვე პროპაგანდისტული მედიის ის ინფორმაცია და თავდასხმები, რომ თითქოს შენიშვილი შეეჯახა ვიღაცა. კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, რომ ჯერ მთელი ღამე ვეძებდით, მე ღამის 3 საათზე მოიყვანეს, 1 საათი ეზოში იდგა და რიგს ელოდებოდა საპატრულო ეკიპაჟთან ერთად როდის შეასახლებდნენ იზოლატორში, იმიტომ რომ ადგილები არ იყო. როგორ იქნება ადგილები დაჭერილია რამდენი ადამიანი, სულთხვილად ყავთ ხალხი ციხეში გამოკეტილი და ცხადი არ არის ადგილები, აღარ არის ადგილები. 1 საათზე მეტი ეზოში იდგა ისე საპატრულო ეკიპაჟთან ერთად ჯერ მანქანაში მერე გადმოიყვანეს. ამას ჩვენ შორიდან ხედავდით, უბრალოდ ვერ მივდიოდი ახლოს. და როგორც იქნა, არ ვიცი, მე გვიან შეასახლეს, მე ვეღარ შევედით, არ შეგვიშვეს და დილით დიდი ბრძოლის შემდეგ შევედი და აი პირველი რაც ვნახე, ეს ვნახე და მომიყვა, რაც მოხდა, მე მოვითხოვე ოქმი მომეცით, დაკავების ოქმი რის საფუძველზე ერთ-ერთი მითხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 73 მუხლი, ესეც ბევრი ჭუბის შემდეგ მითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მეუბნები რომ ვალდებულები ხართ რომ ოქმი ასლი გადმომეცით, რომ ვიცოდე რა არის, რა წერია. ნუ იქ საოცარი რამ ხდება, არ აქვს პასუხი, არ აქვს ოქმი, არ აქვს დოკუმენტი, გეუბნებიან დაწერე განცხადება, გიპასუხებენ, ვიღაცა შეეკითხებიან, გიპასუხებენ. აი ეს თვითონ მთელი ეს პროცესი არის, აი არ ვიცი, მგონია რომ საბჭოთა კავშირში არის. მნიშვნელოვანია ეკა, ანუ აიხლა რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, რა მუხლით კვალიფიცირდება ანუ ამ შემთხვევაში რატის საქმე, ანუ ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელზეც დაობს ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ გადმოგეცათ საქმის მასალები, თუ გაქვთ წინააღმდეგობის გაწევა, როგორც ჩანს წინააღმდეგობის გაწევა პოლიციისთვის ეს რაც ზეპირად მითხრეს, მაგრამ თვალით არ მინახავს ნოდარ დოკუმენტები. ჩემი კოლეგები და მადლობა მინდა უთხრა რამდენიმე ადვოკატი აი მყისიერად ჩაერთო ამ პროცესში. მივიდნენ საპატრულო პოლიციის შენობაში, მივიდნენ ვაკე-საბურთალოს რაიონის სამმართველოში, დადიან დღეს მთელი დღის განმავლობაში, კითხულობენ ვის აქვს საქმე, არეუბნებიან ეს საქმე ვისთან არის, არეუბნებიან რა წერია ოქმებში. აი სული დუმილია. ანუ არ იცით ხმას არავინ არ იღებს და მეცნო არ ვიცი, ინგა, უბრალოდ ვიცი, რომ ადმინისტრაციული წესით, აი რაც მითხრეს ზეპირად, რომ დააკავეს ეს მუხლი, რაც იზოლატორმა მითხრა, არავინ არ გველაპარაკება, უბრალოდ მახსენებს იმ პერიოდს, როდესაც აი ეს ერთმანეთში ჭობდნენ, რა უნდა ექნა და მე გამომიცხადეს გადაწყვეტილება. რაღაცა ეგეთი განცდა მაქვს ახლა, თითქოს ეს მეორდება ეს პროცესი და მეღიმება, იმიტომ რომ ეს ახლა რაც არ უნდა მოხდეს ამ პროცედურებს მივყვები როგორც წესი და რიგია და კანონის დაცვას ვითხოვ ყველა შემთხვევაში, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს, თუმცა არა ვარ მიკერძოებული, რაც არ მომეწონა ვთქვი და თვითონაც ძალიან წუხს ამის გამო, იმიტომ რომ არ შეიძლება საჭესთან ნასვა მიჯდე, მაგრამ მზად არის ადმინისტრაციული სახდელი მიიღოს, მაგრამ ეს ზალადობა, თავდასხმა, ანგარიშწორება, შეურაცხყოფა არ ვიცი, ხელბორკილ დადებულ ადამიანს ახლა თუ გინდა რომ შეურაცხყოფა მიაყენო და შემდეგ მადლობა მიიღო მისგან არ ვერა ეგ ვერ მოხდება. თუ ახლა ჩემი არ ვიცი, არ მგონია გამოცდა უნდადეს ვინმეს, იმიტომ რომ იციან, გამოცდილი მაქვს ბევრჯერ რას ნიშნავს გამძლეობის ტესტის ჩაბარება, ამიტომ აზრი არ აქვს. არ ჭრის არაფერი ჩემზე უკვე დიდი ხანია. უბრალოდ ეხა მივყვები ამ პროცედურებს, ვნახავ როგორ მოიქცევიან და შესაბამისი იქნება ჩემი ნაბიჯებიც.